გეგა კეკელიძე 30 წლის, რაგბისტი, მოტომოყვარული, გამოცდილება 12 წელი. პირველი მოტო შენი, მინდა გაიხსენო, პირველად როდის დაჯექი მოტოზე, როდის მოიწამლე, ასე ვთქვათ, ბაიკერობით და ბაიკით. 14 წელს ვიყავი, ოჩი ვისვენებდი მაგას და ჩემ მეგობარს ყავდა ტულა და მაგაზე დავჭირი პირველად და ვისწავლეთ არება და მან მოვიწამლე ასე ვთქვათ. გზად უნდა იყო, რომ ძალიან ბევრჯერ დაეცემი. მაგასაც იტკენ, მოტოს გასაკეთებელი გეყოლება. მოკლედ ბაიკერები იყოფა ორ ნაწილად. ისინი ვინც წაიქცნენ და ისინი ვისაც ემოძებენ აქცენტს. Honda CBR 1000 სიმძლავრე 185 ცხენის ძალა, წონა 190 კილოგრამი, 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს 2.5 წამში. Honda ყოველთვის მაგარ მოტოებს უშვებდა და ყოველთვის ისეთი ადვილი სატარებელი არის. ადვილი სატარებელია, თან სწრაფია, კარგად გემორჩილება და ყველანაირი ისენი აქვს ამახასიათებელი, რომ ჩიგლი რო იყიდო. მე ვიცი რომ გამძლეც არის Honda. ძალიან გამძლე, ვირს ეძახიან ასე ვთქვათ, იმაში მოტო იმაში, ყველაზე ვირი მოტო ასე ვთქვათ. საოცნებო ბაიკი რა გაქვს? საოცნებო ბაიკი? ერთი უბრალოდ მაინტერესებს BMW-ს ახალი HP 4, რასაც ქვიან, ის არის ცოტა M-ის ვარიანტია, BMW-ს M-ის. და მაინც ახალ Honda-ს ვიყიდით ჩემთვის რომ. ანუ აი ეს ბოლო 2013 წლის Honda-ს. მაინც მე Honda-ისტი ვარ, ასე ვთქვათ. მაქსიმალური სიჩქარე მაინც რამდენი დაგიფიქსირებია სპიდომეტრზე. ამას შეფს ელექტროის დახმობეთი და 299. აი 200 რამდენი 299? 300-საც წერს. ნუ აი 300-ით რომ მიდიხარ აი ეს შენს ბედაურზე, აი მაინტერესებს რა შეგრძნება. აფერი 200-ის ზემოთ არის უფრო ისეთი შეგრძნებები. ერთს გეტყვი რომ გააჩერე, მოტოზე გადმოდიხარ ქცივა და გაკანკალე. იმ მომენტში რომ მიდიხარ იმ დროს ის გაქვს, მარტო უყურებ გზას და მეც არა. ესეთი ბაიკი კარგია, რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, მონაკვეთში რომ იკატაო, გაერთო, ქალაქში ვიძახი რომ დამღლელიაო, იმიტომ რომ რაღაცა ესე მდგომარეობაში ხარ. შედარებით ქალაქში სპორტ ბაიკი დამღლელი არის, უფრო ჯობია ხავდეს სტრიტი, ასე ვთქვათ, უფრო ესეთი ქალაქისთვის არის, უფრო ადვილი არის. მაგრამ ამას ამას თავის სხვა ისა ხიბლია. ჯობია სტრიტი დაიწყო, უფრო ესე ისწავლი, ქალაქში ისე მოძრავე პრობლემა არ გექნება და მე თუ გინდა გადმოждები მე სპორტ ბაიკი თუ გაქვს იმის ის რა სპორტ ბაიკი ყავდეს და ესე იყო და გზაზე ნუ კაროჩი ისე 300-ები დადო მაშინ ეს უნდა იყიდო მე 1-2 წლის მერე. ფიქრობ რომ ეს ძალიან მომგებიანია როცა ყავს სპორტ ბაიკი, იმიტომ რომ ყველა თბილისის ლამაზი გოგოები გთხოვენ რომ მაკატავე, შენც აკატავე, მე ფოტოშოპს არ აკატავე? რატო? არ მიყვარს უკან რომ მიждები. ანუ ყოფილა მომენტები რომ მანქანას ფარებს რომ გითებს უკან და გაუჩერებია და სულ ჩემი შეყოლებული აკატაი რატო? ყოფები ანუ მე რატო მენდობი არ მისწო ფიქრება და გიჟი ვარ, ნუ არ დაგვისვიო თავისთავად, მაგრამ ნუ ეგეთ შემთხვევებიც არის ხოლმე. ანუ ეს პასუხისმგებლობის მომენტიც არის. პასუხისმგებლობა თავისთავად არის. რა უნდა გავაკეთო რომ ორთვალზე დავალდა? ნუ ვისწავლე უკვე ტარებას, ხოზე ფლობ. აი პატარაზე ცოტა აღვაწევინე ცხვირი, მაგრამ აი პროცესი როგორ ხდება? ორნაირი ვარიანტი არის. პირველი არის ანუ ეს გაზის მიდიხარ და უბრალოდ თუ მძლავრი არის მოტო litrიანია, უბრალოდ ესე რომ წახვიდე მოუჭირო, ოდნავ ესე აგიწევს და მე შეგიძლია ნუ დაარეგულირო და წინაწინ ესე იორდა. არის მეორე რომელიც ანუ ცეპლენეს ესე რომ მიდიხარ, აი სიტყვაზე 5000-ზე გაქვს ტახომეტრი და ცეპლენს უსწრაფოდ ესე აი გაუშვებ აი ესე თქვა ანუ ორი თითით რა და წევს. ხა როგორ ხდება აი ეს პროცესი, როცა ძალიან ჩქარა მიდიან და უსვათ მუხრუს აწერენ და უკანა თვალს წევენ. ეგ როგორ ხდება? აი ეს ცოტა რთულია, ეგ ცოტა კი ყველაზე რთული ანუ ეგ არის. მე მაგას ვერ ვაკეთებ. რამოდენიმე კაცი აკეთებს თბილისში მაგას. თუ უფრო რა შვებიან, ისინი ისე ვიცი როგორ შვებიან. ანუ წინათ რომ თან უნდა
ინერცია ამოწიო ანუ ეს ის ანუ შენს გადადიხარ წინა ანუ წინა ტორმოზით ეგ უფრო როგორ არის იცი გადაკეთებული მოტოები ყავს ანუ ჩაოლებრივი ბაიკით შეუძლებელი გააკეთეთ მაგრამ ნუ ძალიან რთულია რა